სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ამინ. დღეს არის ძმანო და დანო ყოველთა წმინდათა ხსენება. ესე იგი ნინოობა, ნიკოლოზობა, დავითობა, თამარობა, ყველა წმინდანი ხსენება დღეს. საოცარი დღეა ყოველთვის დიდი ყოველთვის პეტრე პავლოვის მართვის წინ არის ყოველთა წმინდათა ხსენება. ესე იგი სულ მოფენობის სწორ კვირას. ძმანო და დანო, დღეს მე ავირჩიე მინდოდა თქვენთვის გაბრიელ ეპისკოპოსის შესახებ მომეთქვა ამ უდიდესი წმინდანის თითქმის ჩვენი თანამედროვეს მე-20 საუკუნის დასაწყისში გარდაიცვალა გაბრიელ ეპისკოპოსი იმერეთის დასავლეთ საქართველოს ეპისკოპოსი. ძმანო და დანო, მე თუ გახსოვთ თქვენ ადრე წლები უკან მე მგონი სანამ წმინდანად შერაცხავდნენ გაბრიელ ეპისკოპოსს მაშინ ჩვენ შეხვედრები ჰქონდა და იმ ლექციაზე იმ შეხვედრებზე ჩვენ ვისაუბრეთ გაბრიელ ეპისკოპოსის შესახებ. მე ესე მახსოვს და მე მიხარია რომ ერთ-ერთმა პირველმა მაშინ სად იყო ამდენი წიგნი ძმანო და დანო და მელიტონ კელენჯერიძის წიგნიდან მე აი პირველმა ერთ-ერთმა გავახმოვანე გაბრიელ ეპისკოპოსის შესახებ რაც ძალიან მახარებს. დღეს იმის შემდეგ ძალიან ბევრი წელი გავიდა და აი დღეს მე კვლავ მომიწია ამ დღეებში ამ დიდებული წიგნის გადახედვა და აი მე მინდა სასწაული მღვდელმთავრის შესახებ გესაუბრო ძმანო და დანო. რაოდენ სასიხარულოა რომ მელიტონ კელენჯერიძე მღვდელი რომელმაც აღწერა გაბრიელის ცხოვრება დასაწყისში ამბობს რომ გაბრიელის ცხოვრება უნდა აღწეროს ისეთმა დიდმა წერალმა ისეთმა დაახლოებით აი ესეთ წერილებს ჩამოთვლებს ტიტანებს ბალზაკს ვიქტორ ჰიუგოს მაგრამ ჯერო აბა საქართველოში არ დაბადებულანო ასეთებიო და როდემდე ველოდოთო ამიტომ მე უღირსმაო და თავს იმდაბლებს და ამბობს რომ მასალას მოგაწვდითო და მე ეხლებ ვინმე გამოჩნდესო მაგრამ დიდება უფალს რომ მელიტონ კელენჯერიძე თვითონ აღმოჩნდა გენიოსი ძმანო და დანო და ვინც ამ წიგნს წაიკითხავს ეს ჯერ არ გამოცემულა ჯერჯერობით ბიბლიოგრაფიული იშვიათობა და რევოლუციამდე გამოცემული წიგნიდან ვიხემძვანელე მე და ძმანო და დანო თვითონ აღმოჩნდა გენიოსი და ამას გაბრიელ ეპისკოპოსის ცხოვრებას ბალზაკი ვერ აღწერდა, ვიქტორ ჰიუგო ვერ აღწერდა, ამას ჭირდებოდა აი დასავლეთის კაცი, დასავლეთ საქართველოს ან იმერელი, ან მეგრელი, ან გურული კაცი, რომ აღეწერა ძმანო და დანო გაბრიელ ეპისკოპოსის ცხოვრება და როდესაც მე დასაწყისშივე გადავათვალე როგორ იწყებდა მელიტონ კელენჯერიძე ამ დიდებულ წიგნს, იმ წელს მივხვდი რომ გამახსენდა რომ თვითონ არის გენიოსი ძმანო და დანო მელიტონ კელენჯერიძე და რაოდენ საოცრება მე-5 საუკუნეში იაკობ ცურტაველი გენიოსი მღვდელი რომელმაც აღწერა შუშანიკის წამება ძმანო და დანო და ერთმა სხვადასხვის მე ყოველთვის ესეთი აზრი მქონდა და ძალიან გამიხარდა როცა ერთმა მკვლევარმა მეცნიერმა ლიტერატორმა თქვა რომ იაკობ ხუცესმა ისეთი წიგნი დაწერა შუშანიკის წამება რომ შემდგომ ევროპაში მე-18 საუკუნეში მოევლინენ ესეთი გენიოსებიო როგორც ვიქტორ ჰიუგო ბალზაკი და სხვებიო ძმანო და დანო ჭეშმარიტად ძმანო და დანო და აი მთელი 20 საუკუნე გადის და აი მე-20 საუკუნის დასაწყისში მღვდელი მელიტონი წერს დიდებულად ისე როგორც აი იაკობი ოღონ უკვე თანამედროვე ენით არაჩვეულებრივად ოდესმე ალბათ წაიკითხავთ ამ წიგნს ძმანო და დანო სასწაულად აღწერა მელიტონმა გაბრიელის ცხოვრება აი როგორ იწყებს საქართველოს საკათალიკოსო ეკლესიის ცაზე ბევრი შუქურა ვარსკვლავი ამოციმციმებულა და ეკლესიის თავი საუცხოოდ მოუჭედია ამ შუქურათა ხომში აფიოთ ჩანან და ლაპლაპებენ წარმოიდგინეთ რა სხვა მრავალთა შორის იოანე მტბევარი გრიგოლ ხაცდელი მიქაელ მოდრეკილი ეფრემ მცირე გაბრიელ ქიქოძე და სხვანი ბევრად ბევრი
Ano და დანო ეს არის დიდებული წიგნი, დიდი 300 გვერდიანი. Რა თქმა უნდა, მე ძალიან მოკლედ ამოვწერე, რომ თქვენამდე მოვიტანო გაბრიელის სული, როგორი კაცი იყო ეს, ამიტომ რა თქმა უნდა ჩვენ ძალიან ბევრს ვტოვებთ. მისი კიკოძეები, გურულები არიან და სოფელი ბახვი, სადაც დაიბადა ოზურგეთის რაიონში, ძმანო და დანო გაბრიელ ეპისკოპოსი გერასიმე დაარქვეს მას და რაოდენ სასიხარულოა და როგორ მიხარო და ადრეს ეხლაც რო გადავხედე კვლავ ძმანო და დანო რომ ბავში მომეტებულად ბოლქვაძეები ცხოვრობდნენ და ამათ ნასახლარზე გაბრიელის ნასახლარზე დღესდღეობით ბოლქვაძეები ცხოვრობენ თურმე ძმანო და დანო რაოდენ სასიხარულოა შემდეგიც როცა ძმანო და დანო მღვდელს მაქსიმეს მამამისი მღვდელი იყო შეეძინა ტყუპები ესე იგი გერასიმე და მისი ძმა ტყუპი ესენი გონებ მე-9 შვილები იყვნენ ესე იგი და მამამისი ძალიან გაჭირებულად ცხოვრობდნენ ძალიან ხოხში გურულოდაში შვაცეცხლი როა დანთებული ბუდან დღედაღამრო ანთია გაბოლილები, შებოლილები, უღარიბეს ოჯახში და ამ სამწუხაროდ გერასიმე მაქსიმეს მღვდელს თურმე არ გახარებია, როცა ტყუპები დაიბადნენ, ესე იგი ფიქრობდა რომ კაი მე-9-ო, მაგრამ როცა ტყუპები დაიბადნენ, თურმე ჩამოუშვა ცხვირბილი და ტიროდა სამწუხაროდ ეს მამამისი მღვდელი ძმანო და დანო. და როდესაც ამ დროს მეზობლად ცხოვრებულა ვინმე მოხუცი სარდიონ ბოლქვაძე და უთქვია თურმე ოჯახში რომ აბაო ხოცით იმერე ხელდამშვენებული გადადიან ხოლმე ან გოჭიდან რაღაც როგორ შეძლებენ და გადასულა ხელდამშვენებული და შესულა სახლში და მიულოცია მამაოსთვის მაქსიმესთვის ცოლისთვის ყველასთვის გილოცავ გამრავლებასო გახარებული ყოფილიყავითო და მოკლედ დააყარა ამ გურულმა სიტყვები სასიხარულო და მამამისი თურმე მღვდელი უყურებს და ამდგარა და კარგიო რას ხუმრობ კაცო რას ხუმრობ რა ამბავში ხარ გაჩერდიო უსაყვედურად ხო და ამ დროს გაბრაზებულა სარდიონ და უთქვია გამოგივიდა მამაო რა ჩამოგტირის ცხვირპირიო ეგების ამ ბალღებმა ამ ბაღნებმა გასახელოთ და საწინასწარმეტყველო აღმოჩნდა გურული მოხუცი სარდიონ ბოლქვაძის სიტყვები ძმანო და დანო და ნამდვილად გაბრიელ ეპისკოპოსმა ნამდვილად ასახელა მისი ოჯახი და მთელი საქართველო. ძმანო და დანო, როდესაც გურიაზე ვფიქრობ მე დედით, მამით ბოლქვაძე, დედით მახარაძე გურული ვარ და სასწაული მემართება ძმანო და დანო, როცა გურიაში შევდივარ. აი მე ყოველთვის ვფიქრობ, რატომ ხდება ეს? რაღაც მიჩურინის გამოკვლევებით ხდება ეს, რო უახლოვდები, ხო გახსოვთ მიჩურინის გამოკვლევა. ეს ხდება თუ მართლა რაღაც შინაგანად წინაპრების ხივილი, აი ვერ დავადგინე, მაგრამ ეს კი ნამდვილია გურიაში რო შევარ, რაღაც სხვა მემართება ძმანო და დანო. რაღაც აი გადარეული ვარ ხოლმე, რაღაც აი მოდის და თუ 5 წუთი 10 წუთი გურულებთან დავჯექდი იმავე აქცენტზე ვარ უკვე ერთი თვე შეიძლება ვიყო იმ აქცენტზე ძმანო და დანო ანდა ფიქრობდი ამასინად გურიაში რომ შევედი რომ მე ხო გამოთვლი მაქვს რომ ქრისტიანობიდან ესე იგი მე-4 საუკუნიდან მოყოლებული ჩვენ ყველას თაობას 80 ბებია და 80 ბაბუა ყავს მეტი კი არა აი რა საოცარია და იქ ხა დიდი ბაბუა აქ დასაფლავებული ბაბუა მამაჩები დანარჩენი თითქმის 80 ბებია და ბაბუა იქ არის დასაფლავებული და ხო არის ასეთი ლექსი სადაც ჩემი წინაპრების კუბოს ფიცრები ჩემი სამშობლოც იქ არისო და მართლაც რაღაც საოცრება მემართება ძმანო და დანო და მართლაც საოცარია გურია აი ერთხელ თურმე ნოდარ დუმბაძე და ერთი პოეტი მანქანით მიდიან თურმე გურიაში და ამ პოეტს უთქვია რომ იციო რა ნოდარო მაინდა-მაინცო რო იძახიან გურულები ენამოსრებულიო ასევეო იუმორის გზნობით ახსავსო კახელებსაც კაი იუმორი აქვს წებსაც რა გადამეტებულია ნამეტანი ნოდარის უთქვია არ გწოდნია შენ გურულები ო როგორ არაო მაშინო ნოდარის უთქვია აი ხა რო შევარდო პირველი ვინ შეხვდება ჩავიჯინოთ მანქანაში და სანამ ჩამოვა ნახავ შენი თვალით და შენი ყურით მოისმენო კარგიო უთქვია ჩაუჯენია თუ ვიღაც გურული
მიდიან და აქ ჩამომშვიდო გურულს უთქვია, გზაშიც არაფერზე არ უსაუბრია და ეს პოეტი გამარჯვებას ზეიმობს უკვე და ამოიღო თვითონ დაიღუპა თავისთავად ბოლოს, ამოიღო თავის ლექსების კრებული ამ პოეტმა, გადასცა ამ გურულს გადასვლის წინ და უთხრა ეს ჩემგან საჩუქრად ჩემი ლექსებიაო. ამ გურულს გადაუშნია უკან, უნახია ტირაჟი ყველაფერი, ბოლოს უთქვია ბატონო პოეტო, სარიერი რვეულიო 15 კაპიკი ღირსო და რა დაწერე ამდენი ლექსები 10 კაპიკი რო ღირს შენი რვეულისა შენი ლექსების კრებული და მაშინ პოეტს უთქვია ნოდარისთვის რომ სწორი ხარ ნოდარი სასწაული ხალხია გურულები ძმანო და დანო სასწაული ენა მოსწრებული და ტიპიური აი ესეთი ზუსტად ტიპიური წარმომადგენელი იყო თავისი კუთხის გაბრიელ კიკოძე ეპისკოპოსი გაბრიელი ძმანო და დანო. აი მე მინდა გავაგრძელო მელიტონ კელენჯერიძის წიგნიდან უნდა გვახსოვდეს რომ გერასიმე ნახეთ როგორ აღწერს არ იყო თეთრხელა ნაზად ზრდილი ნასათუთები ნაფუფუნები თავგასული ქართველი ბატონიშვილი ამ სიტყვებს დიდი მნიშვნელობა აქვს დღეს განსაკუთრებით ძმანო და დანო. ბამბაში და ვარდებში გახვეული ძიძის გაზრდილი სუსტი ის იყო სოფლის უბრალო ღარიბი ხუცესის შვილი მამის ღარიბ კერასთან ყვამლიან ქოხში უბრალო დიაკვლებთან ჭადით და ღომით გაზრდილი ის იყო შვილიც და მუშაც შეგირდიც და ბიჭიც მოჭიდავეც და მომღერალიც ესე იგი ნამდვილი სოფლის შვილი პირდაპირი აზრი შვილი ბუნებისა თანაშეზრდილი მუშა ხალხთან ბიჭებთან წემსებთან ყანაში ნათთან პირუტყვებთან ფრინველებთან ერთად და ამიტომაც მარტივი და ლაღი იყო მისი სახე მისი ხასიათი მისი გული თუ წიგს არ კითხულობდა ის ან მამას უდგა გვერდში სათოხარში ან შეშას ეზიდებოდა რამე საქმეში იყო გართული დიახ გულმოდგინე დააკვირდი ლოცვა სწავლა ფიზიკური მუშაობა და თამაშობა აი 4 აუცილებელი ელემენტი საღი აღზრდისა აი ძმანო და დანო ჯანიც მთელი იყო სულიც შვიდი და გულიც ლაღი მშრალი გონება არ ღრნიდა სწავლის გულს რადგან ყოველი იდეა ცნება აზრი რელიგიურ წმენაში პოულობდა უკანასკნელ პასუხს რა დიდებული სიტყვებია ძმანო და დანო როგორ ლამაზად მელიტონმა დაგვიხატა როგორ აღზარდოთ უნდა ბავშვები და ასევე შემდგომ ის რომ აი დღეს ამდენი კითხვა ამდენი აზრია და ეს მოქმედებს სულზე ადამიანის გონებაზე შინაგან სამყაროზე ძმანო და დანო და ნახეთ ქრისტიანობის გამარჯვება და ღვთაებრივი მოძღვრების აუცილებლობა რომ მშრალი გონება არ ღრნიდა სწავლის გულს ესე იგი რაღაც კითხვები როა რატომ ღმერთმა ასე დაუშვა რატომ ისე რატომ თუ ღმერთი და ასე შემდეგ კითხვები როა საშინელი ცნება აზრი რელიგიურ წმენაში პოულობდა უკანასკნელ პასუხს ანუ ყველა პასუხი მოცემული იყო ღვთაებრივ მოძღვრებაში და ეს კითხვები როცა ჩნდებოდა ბავშვის გონებაში ის ლამაზად მოიშველიებდა წმინდა წერილს სხვანაირად რომ ვთქვათ ოჯახი და საზოგადოება იმ გადაგვარების გზას არ ადგა რომელზეც დღეს ადგია ამას წინათ ერთი ვიღაც წერდა რომ 200 წლის შემდეგ ეს 100 წლის უკანაა დაწერილი თითქმის 200 წლის შემდეგ ქვეყნიერება მხოლოდ ჭკუაზე შეშლილი გიჟებით იქნება დასახლებული ძმანო და დანო მე ახლა გამოვტოვებ მაგრამ მოკლედ მაინც ვიტყვი რომ ერთხელ მამამ ის გერასიმე ცერკი იყო და ისე გააბრაზა მამა რომ გვდელმა კაცმა დააბა ძელზე ძმანო და დანო სახში მიაბა დასაჯა რა თქმა უნდა ასე არ უნდა მოქცეულიყო მაგრამ გადარია ხო გითხარით მე 10 შვილი რომ მყავდა ერთ სახლის კურთხევაზე რო უთხარი ქალს რამდენი შვილი ყავსო გურული ხარო კიო ვინა ხარო მოკლედ გამოგითხა და რამდენი შვილი ყავს 10-ო და როგორ უძლებ 10 გურულსო ჭეშმარიტად ძმანო და დანო აგერ გადარიეს მაქსიმე მამაო და მიაბა ძელზე
და მე ხა როგორც ხდები წავიდე ეთყობა სადღაცა დაავიწყდა და საღამოს რომ მოbrunდა წარმოიდგინეთ მოbrunდა თუმე კივილი-წივილით ეზოში რო შემოვიდა ჩემი გერასიმე დამეღუპაო და რო შევიდა და ნახა ცოცხალი გაუხარდა მამას აი ესეთი იყო ცხოვრება სოფელში ძმანო და დანო და გერასიმე ძმანო და დანო ხან ნახშირს უბერავდა საცეცხლს მიაწვდა მამამის ხან სანთელს აანთებდა ხან სანთელს მოიტანდა ხან წყალზე გაიქცეოდა და ხშირად ნახავდი ძმანო და დანო გერასიმეს თურმე ხან ეზოში დაძინებულს ხან ქოხში საწოლზე კი არა იატაკზე დაძინებულს ხან ტაძარში ჩაძინებულს ძმანო და დანო აი ესეთი ცხოვრება იყო 13 წლის გერასიმემ უცებ აითვისა ძმანო და დანო ძველი ქართული ახალი ქართული ნუ თავისთავად რუსული და სლავური ესე თითქმის 4 ენა იცოდა და რადგან ესეთი ნიჭიერი აღმოჩნდა მამამისმა ესე იგი ისე გააკეთა ღარიბები იყვნენ მაგრამ მოახერხა რომ შვილი ესე იგი თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩაებარებინა და იქ სწავლობდა ნუ ამ პერიოდს მე ძალიან მოკლედ ავწერ მან 2 წელი იცხოვრა ისწავლა შემდეგ 2-3 წელი შემდეგ წაიყვანა როგორც ნიჭიერი ადამიანი ერთმა რუსმა არაჩვეულებრივმა კაცმა პროფესორმა თავის ხარჯებით ძმანო და დანო პეტერბურგში და იქ 7 წელი სწავლობდა გერასიმე და იმდენად ნიჭიერი იყო ძმანო და დანო რომ სასწავლებელი რო დაამთავრა სადიპლომო ნამუშევარი იყო ფსიქოლოგიის საფუძველი მართლმადიდებლური ფსიქოლოგიის საფუძველი და იმდენად ძლიერი ნაშრომი იყო რომ შემდგომ ძმანო და დანო რუსულად დაწერეს შემდგომ ეს ნაშრომი თელს იმპერიაში რუსეთის იმპერიაში სასულიერო სემინარის სახელმძღვანელო ითვლებოდა ძმანო და დანო გესვით თქვენ ეს რა წარმატება იყო იქვე რუსეთში მღვდლის შვილი რუსი კაცის რუსი მღვდლის შვილი მოიყვანა ცოლად ჩამოიყვანა თბილისში ეხა იმ წლებს უკვე ესე მოკლედ აღწევთ ჩამოვიდა და ეყოლა 5 შვილი ამ რუს კალთან თავის ცოლთან ძმანო და დანო მაგრამ აი რა მოხდა 33 დაახლოებით 33 წლის რომ იყო გაბრიელ ეპისკოპოსი უკვე მღვდელი ძმანო და დანო მას დიდი ტრაგედია შემოდგა დიდი ტრაგედია ესე იგი ზედიზედ რამოდენიმე თვეში გარდაეცვალა ცოლიც და 5-ვე შვილი ძმანო და დანო და გაბრიელი სულიერად აიშალა და რაღაცნაირად სასწრაფეთილებაში იყო თითქოს და ეგზარხოსმა უშველა მან დააჯერა რომ ეს იყო ღვთის განგებით რომ მას სამღვდელმთავრო მსახურება დაეწყო და გაბრიელმაც ესე იგი მიიღო ეს როგორც ღვთის ნიშანი და გაბრიელი ძმანო და დანო აკურთხეს ეპისკოპოსად ჯერ ბორჩი და შემდგომ დასავლეთ საქართველოს ეპისკოპოსი იყო პრაქტიკულად დასავლეთ საქართველოს პატრიარქი იმერეთისა და გურიის ეპისკოპოსი ესე იხსენიებოდა აი ამ ხელა ტრაგედია გადახდა და აქ კელენჯერიძეს მოყავს და ჩვენს გავიხსენოთ რომ რუსთაველის სიტყვები ვა სოფელო რაში გახარ რას გვაბრუნებ რაზნე გჭირსა ყოვლი შენი მონდობილი ვინ შენ მოგენდობო ნიადაგმცა ჩემებ პირსა საწაიყვა სადაუსა სადაღუხრი სადი ძირსა მაგრამ ღმერთი არ გასწირავს კაცსა შენგან განაწირსა როცა ათეისტები ძმანო და დანო იტყვიან აი ამდენი ჭირი ამდენი უბედურება აბა ღმერთი თუ არსებობს აბა რატო უშვებს და ასე შემდეგ ზუსტად ეს სიტყვები უნდა მოუყვანო და გააგებინო რომ ზუსტად როცა ამდენი ჭირია ზუსტად როცა ასეთია ეს ცხოვრება ესეთი ურმობელი ამქვეყნიური ცხოვრება ზუსტად ამ დროს ჩანს ნამდვილად რომ ხსნელის აუცილებლობა ძმანო და ამ დროს ჩანს და ამ დროს უარ ხო ეს იმას არნიშნავს რომ იხჩობოდე და ვიღაცამ მაშველი ხელი გამოგიწიოს და არ მოკიდო და არ გაყვე მას ძმანო და რუსთაველს სხვა ადგილზე აქვს კარგი რამ გჭირდეს გიკვირდეს ავი რას საკვირველი მიუხედავად ამისა რომ ესეთია ცხოვრება ვიცით ისტორია ვიცით ჩვენი ცხოვრები ძმანო და დანო მაინც ადამიანი
აი როგორი უტოპისტია, როგორი ადამიანი შინაგანად, როგორ ხილში ადამიანი რომ მაინც ამ ქვეყნიურად ცხოვრობს ისე და უნდა ისე რომ აქ მოაწყოს 64 ძმანოდა. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ისე რომ ვიყოთ, მოაწყოთ კომფორტი, მოუწყოთ შვილებს კომფორტი, რა თქმა უნდა, ჩვენ ესე უნდა ვიცხოვროთ, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ აქ იქნება ბევრი ჭირი, ბევრი განსაცდელი ძმანოდა. დანო, იმიტომ რომ ეს ადგილი, ეს ცხოვრება არის მოსამზადებელი მარადიული ცხოვრებისა. ასე რომ ძმანოდა დანო გაბრიელი მობილიზდა და ესე იგი სულიერ წონასწორობა არ დაკარგა. და აი ძმანოდა დანო მისი ერთი მეგობარი რუსი რუდაკოვი შემდგომ იქ ესე იგი დამეგობრდა სტუდენტობის და შემდეგ ეს კაცის მდელი გახდა. რუდაკოვი წერს წერილს გილოცავ ახალწელს ღმერთმა შეგაძლებინოს ეპისკოპოსობა მინდა და მშვიდი სული ღვთისადმი და ეკლესიისადმი სიყვარული საკვირველ და მიუწვდომელ არიან გზანი უფლისა განა შენ როდესმე მაინც ფიქრობდი არხიელად გახდომას ახალ შენს ხარისხში თუ გიყვარდე არ შეგექმნა სამპარტავნება გაბერილობა ეპისკოპოსობაშიც ისეთივე მაქსიმეზზე დარჩი რომელიც ასე უყვარდა ყველას უბრალოებისთვის და კეთილი სულისათვის მღვდელი რუდაკოვი შემდგომ ძმანო და დანო როცა რუდაკოვი გარდაიცვლება გაბრიელ ეპისკოპოსი მიწევს მის მეუღლეს წერილს და წერილში საოცარ რამეს წერს ამ რუსი კაცისადმი ცხოვრებაშიო ესე ადამიანი ამყარებია როგორც თქვენი მეუღლეო ძმანო და დანო აი ედავ ეს წერილი წაიკითხოს რუსებმა პუტინმა ყველამ და ნახოს და რა ჩვენ კი არ გვეზიზღება რუსები ჩვენ ვიყვარს რუსები იმიტომ რომ ისინი ჩვენი ძმები არიან მაგრამ თუ სამშობლოს წაგვართმევენ ნუ მაშინ აბა მაშინ რა არის ჩვენ ღრმად გვწამს რომ ის რაც გააკეთა რუსეთმა ეს არის პიროვნებების ერთეული პიროვნებების და არა მთელიერის და მოკლედ ვინც არის არ ვიცი სეპარატისტი გინდ რუსი იყოს გინდ თურქი იყოს იმათი დედავატირე მართლა ძმანო და დანო ყველასი აგერ ეხლა და ნამდვილ რუსს და ნამდვილ კაცს თურქი იქნება ყველას ქართველი ყოველთვის ჩაიხუტებს ძმანო და დანო ნამდვილ ადამიანს და ადამიანობას ჩვენ ვერავინ ვერ გასწავლებს ხო ეხლა ასეთ თემებზე გადახვევები მაქვს ხოლმე მაპატიე და გავნაგრძობ ძმანო და დანო ესე იგი მართლაც აი მოვიდა ეპისკოპოსი გაბრიელი ქუთაისში გელათში და წარმოთქვა პირველი სიტყვა მაგრამ აქ მინდა გავიხსენო ძმანო და დანო მისი საოცარი ხასიათი ესე იგი როგორც კი გაიგეს რომ ახალი ეპისკოპოსი მოდისო ზოგიერთი ხო იცი როგორი ტიპი იყო ლიქნელი და ერთი მდივანი გაიქცა და სურამთან დახვდა ეპისკოპოსს და უთხრა ბატონო ისეთ ეპარქიაში მოდიხარო მეუფეო რომ ბევრი გაიწვერა მუგუსალი და არეული კაცი დახვდებაო და მაშინ გაბრიელმა უთხრა მე მგონიო პირველი მუგუსალი და არეული კაცი და გაიწვერა შენახან მდივანი ესე იგი ესეთი პირდაპირი კაცი იყო გაბრიელი როდესაც შემოვიდა გელათში და მან პირველი სიტყვა წარმოთქვა ძმანო და დანო ქადაგებისა და მე ახლა ამ ქადაგებას სულად არ მომიყვანთ მაგრამ მოკლედ აი ესეთი შინაარსის იყო მართლაც მძიმეა მდელთავის მოვალეობაო მოციქული მისგან სიწმინდეს მოითხოვს მაგრამ ვინ არის ამ სოფლად უბიწო დაცული ხედავ საითკენ წაიყვანა ძმანო და დანო გაბრიელ ეპისკოპოსმა ძმანო და დანო აი ზოგიერთი ხო იქ მანამდე გელათში ეპისკოპოსები ესე არ ლაპარაკობდნენ თურმე ეპისკოპოსები ლაპარაკობდნენ თავის წოდვაზე ისინი არ წარმოთქვამდნენ რომ წარმოეჩინა თავი თომ დიდა წმინდანები იყვნენ და მხოლოდ რევლის წოდვებზე ლაპარაკობდნენ და პირველად მოისმინეს ეპისკოპოსისგან რის რომ მეო გაბრიელი ამბობს არა ვარ წმინდაო მეო მეც სოდვილი ვარ გამიგეთ ძმანო და დანო ძალიან მიყვარს ეგნატე ბრანჩანინოვის სიტყვა ეს სტავროპოლის ეპისკოპოსი აი ზუსტად არა ერთ პერიოდი არ არის მაგრამ კავკასიის იქით სტავროპოლში იყო ეგნატე ბრანჩანინოვი კავკასიის აქეთ ესე იგი იყო გაბრიელ ეპისკოპოსი და ეგნატე ამბობს აი სიტყვა საეპისკოპოსო სიტყვაშიც რომ წმინდა სინოდს მიმართავს თქვენ ალბათ ჩემგან ბევრ რამეს მოელითო მაგრამ
მე ვერაფერს ვერ შემოგთავაზებთო გარდა წოდვების და უძლურების გარდა სოდვა და უძლურება სოდვა აი ეს ჯაჭვიაო რასაც მე მოგართვები მერც ვერაფერს გესმით და აი ამ სულით როგორც პავლე მოციქული რომელ სოდვილთაგან პირველი მე ვარ როგორც ჩვენი პატრიარქი ძმანოდადანო ხშირად ამბობს რომ დაბალი სოდვილი ილია მეორე აი ესე აწევს ხოლმე ხელს ძმანოდადანო და როდესაც ხო განაგრძო შემდეგ მოდერთავა ყოველი სხვა კაცი უფრთხილდება თავსათვისა გარნა ეპისკოპოსი 1000-სა და ბევრეულსა რათა არც ერთი ცხვარი მისდამი მინდობილი არ წარწმდეს საგანი მსახურებისა ჩემისა არ სულიერი წარმატება თქვენი გარნა ამას შინა ერთი მხოლოდ არ ზღონე ქრისტიანული სიყვარული ნაკლოვანებათა ჩემთა აღავსებდეს სიყვარული თქვენი ხედავთ რა სეუნება თქვენო დაინახავთ ჩემ ნაკლოვანებებსო მაგრამ ასე კი ნუ განმიკითხავთო და კი ნუ იტყვითო აი ესეთიო ისეთიო არამედ თქვენი სიყვარულითო ნახეთ აღავსებდეს ამ ჩემ ნაკლოვანებას თქვენი სიყვარულიო ძმანო და ვინაიდან კაცი ვარ და ყოველი კაცობრივი არაშორს არის ჩემგან მოკლედ რომ დაასრულა გაბრიელმა თავის გადაგება ადვილი წარმოსადგენია რა შთაბეჭდილებას მოახდენდა ეს დიდებული სიტყვა წარმოთქმული იმ ადგილიდან საიდანაც საუკუნის განმავლობაში არ სმენია სამწყოს არაფერი მსგავს სამღვდელოებას და სამწყოს დიდი კმაყოფილებით დაიშალენ და ამბავის საკვირველი წყებს თავის მობრძანებისა იმერეთში ვით ელვა მოეფინა ქვეყანას დიდი ხანი არ სმენია იმერეთს ასეთი სიტყვა და აგრძნობინა სამწყოს რომ მას მოევლინა ახალი ოქრობი ძმანოდადანო მე არ შემიძლია უბრალოდ აი ხა თავში გამახსენდა და მინდა გითხრათ ჩვენი პატრიარქი ილია მეორე როცა მოვიდა 77 წელი იყო თუ 77 მე მახსოვს მაშინ ვიყავი 15 თუ 16 წლის და როგორ მახსოვს რომ ან ჩვენთან მოვიდოდა ვინმე სტუმარი ინტელიგენტი ან სხვაგან შევხვდებოდი ყველა ამბობდა რა სიტყვა თქვა პატრიარქმა რა სიტყვა თქვა და მოკლედ პატრიარქმა რო იქადაგა ის პირველი მეორე მესამე ქადაგებები ელვასავეთ მოედო მართლა თელ საქართველოს და აი ეს იყო ზუსტად ეს ქადაგებები იყო რომ ამ ქადაგებებმა იყო რომ მოატრიალა ერი და ყველა ამბობდა რომ ღმერთმა გამოგვიგზავნა ხსნელი კაციო აი ესე ამბობდა ხალხი აი სულიერებას ჯერ განუსწავლელი და ამიტომ მოაწყდა ძმანოდადანო ეკლესიების ხალხი ეს გავიხსენე უბრალოდ და ძმანოდადანო მე უბრალოდ აღარ ჩამოვთვლი რა მოწყალებებს აკეთებდა გაბრიელ ეპისკოპოსი ძმანოდადანო რა მოწყალებებს ხიდებს აგებდა დანგრეულ სახლებს ღარიბების სახლებს აშენებდა თავისი ფულით თვითონ მეთვალყურეობდა გზებს აგებდა სამავთყოფოებში მიყავდა ავადმყოფები მკურნალობდა რა ვიცი უამრავ ფულად დახმარებებს აძლევდა ყველას და თვითონ ძალიან უბრალოდ ცხოვრობდა ძმანოდადანო ჯერ რა საოცარი თვისებები ჰქონდა ქადაგება იყო მისთვის მთავარი ქადაგებას ამზადებდა ძალიან სერიოზულად და როგორ ამზადებდა ხა დივანი ყავდა ის წერდა ეს კარნახობა და ხელში ჰქონდა ჩოგბურთის ბურთი და ბურთს ათამაშებდეს და როცა რაიმე კაი აზრი დაებადებოდა გაშიშდებოდა თურმე მიაწვიდა დივანს ჩაიწერდა გახარებული კედელს მიარყავდა თურმე ტიპიური გურუ მიარყავდა რამოდენიმე ჯერ დაიჭერდა ხან ძირს დააგდებდა ზემოთ ჭერს მიარყავდა და ესე ბურთი ხან ჭერს ხან იატაკს ეხებოდა და დაიჭერდა შემდეგ ისევ ბურთს განაგრძობდა რამე კაი აზრი მოვიდო და ისევ კედელს ბურთს მიარყავდა საოცარი კაცი იყო როგორ სვამდა ჩაის ძმანოდადანო აიღებდა 6 ჭიქას თურმე ამაში გააკეთებდა პირველში ჩაის მერე რო გაეციებინა ხელს ვერ სვამდა ჩაასხამდა მეორეში მეორედან მესამეში მეოთხეში მეხუთეში მეექვსეში და მერე მოიხუტებდა და დადა რა ტიპის კაცი იყო ძმანოდადანო მაგრამ ერთ-ერთი მთავარი მისი მოღვაწეობა და მისი სურვილი მიზანი იყო იმერეთში არასწორი ცრუ მორწმუნოების აღმოფხვრა ესე იგი ისე საშინელი წმენა იყო გავრცელებული ძმანოდადანო რომ ესე იგი პირდაპირ ქრისტიანობა საღდებოდა ის რაღაც საშინელი
მეც ვარ მომსწრე ძმანო და დანო ოკრიბაში ერთ-ერთ სოფელში მე-40 დღე იყო მე მგონი და ესე იგი ცენტრალური მაგიდის ქვეშ ღორ იმის მსხვრის და ძროხის თავი იყო დადებული. რა არის მეუთხარი ესა და ესო წესიაო მე-40 დღესო ისაო მოკლედ რაღაც ვითომ წესი იყო რომ ცენტრალურ მაგიდის ქვეშ დაკლული შეწირული მსხვრის და ძროხის თავი უნდა იყოს აი რა ქრისტიანობა ეხლა ეს და ხალხს ეგონა ეს არის ქრისტიანობა წარმოიდგინე აი ასეთ საშინელებებს ებრძოდა და მაგალითად ერთხელ თურმე ხალხმა თქვა რომელიღაც სოფელში ეს ქალი კუდიანიაო რა გაასწორებსო და სამწუხაროდ ესეთი მღვდელიც ყოფილა მელიტონი წერს რომ მღვდელმა თქვა რომ ну მარტო მღვდელმა კი ესეთი გავჩერებული აზრი ყოფილა ეკლესიის გასაღები უნდა გაახურო ცეცხლშიო და დაშანთო ეს კუდიანი და უშველისო და დაიჭირეს საცხალის ქალი და გაახურეს რკინის გასაღები და დაადეს მუცელზე თუ რა ვიცი კისერზე და დაშანთეს ძმანო და დანო ეს რო გაიგო გაბრიელმა და მსგავსი აი ესეთ საქციელებზე რა მოსდიოდა თურმე შევიდოდა ოთახში ვეღარ შედიოდა ძმანო და დანო და უყურებდნენ რომ სახლი ზანზარებდა რასაკეთებდა არავინ არ იცოდა ну გამოდიოდა სიტყვები სალანძღავი წარმოიდგინე გადარეული იყო ხოლმე ძმანო და დანო უსამართობის წინააღმდეგ გაბრიელი საოცარი მებრძოლი ახალი მებრძოლის მდგომარეობა აუტანელი შეიქმნა ამ ხალხში მისი სამართლიანი სიტყვა ყველას ლახვარივით ხვდებოდა გულში და ბევრი მტერი შეძინა გაბრიელმა სასიკვდილო სასიცოცხლო ომი გამოუცხადა ბოროტებას უკან დახევა ერთხელაც არ მოსვლია ფიქრა ამ სულისკვეთებას მებრძოლისას ჩვენ ნათლად დავინახავთ მის ქადაგებებში სუდმა საზოგადოება ძლიერ შეუწყო ხელი და ისედაც ფიცხი ხასიათის გადარებას და გაბრიელის ცხოვრებაც უხ მასალას გვაძლევს მის სერიოზულ შეტაკებისას სხვადასხვა პირებთან ამ შემთხვევაში კაცი მეორე მხრივ იმ ანგრეულ ნერვებში ხედა იბრძვის დიდი ტიტანური სული და თვით ბრძოლას ეძლევა ანდამატებით ისმენ და გული გიძგეს შენ თავს აღარ ეკუთვნი და რაღაც დიდ მომენტს განიცდი დიდ ნეტარებას გრძნობ დამარცხებული ბოროტების ცქერით აქაა დიდი გაბრიელი ბუმბერაზი გაბრიელი რომლის წინაშე ბევრი ამოღებული ხმალი ჩაგებულა აი რა კაცი იყო და როგორ იცავდა ჩაგლურს ძმანო და დანო აი სასწაულა ძმანო და დანო ერთხელ იმპერატორი ჩამოსულა საქართველოში და დიდი გაჭირება ყოფილა იმერეთში და თურმე ეს თავადები ელოლიავებიან და ათხოვებენ კარგათაა ცხოვრება როგორც საყოველთვის და დიდი კაცი ჩამოდის და გაბრაზებულა გაბრიელი თურმე და რომ გადის თუ შედიოდა საკურთხეველში იმპერატორი თურმე შეზდეკ ხელმწიფე უთქვია რო არ გინდა ეხლა ხელმწიფე შეგმი იმპერატორს ამხელა იმპერია იყო რუსეთი ძმანო და დანო გააჩერა და მოახსენა თავის საქმელი ძმანო და დანო ეს უბრალო ადამიანს არ შეუძლია ძმანო და დანო და ერთხელ გუბერნატორი გალანძღა თურმე იმიტომ რომ გუბერნატორმა რაღაც უსამართლობა ჩაიდინა არავის არ ეპყუებოდა სულ ერთი იყო მისთვის იმაზე არ ფიქრობდა რომ ეპისკოპოსობას ეფერებოდა არაც მანო არ ეპყუებოდა და იდგა უძლიერესად აი განაგზობ ხომ კიდევ ერთი რამ მინდა აუცილებლად ავხსნა ღვინისმა ერი იყო გაბრიელი ძმანო და დანო ერი იყო გაბრიელი სიმთვრალის ამ ჩვევის რაც ძალიან იყო იმერეთში და სამწუხაროდ ეხლაც არის ძმანო და დანო სიმთვრალეს ვერ იტანდა მღვდლები ყავს ესე იგი განკვეთილი იმის გამო რომ დიდ ღრეობებს აწყობდნენ ძმანო და დანო და ერთთან ბავშვი იყო ერთხელ მღვდელთან მივიდა საქმე მაქვს და იმ მღვდელმა არიქა ეპისკოპოსი მოწსო და უზარმაზარი სუფრა გააწყო თურმე ორი ცხვარი და ერთი ძროხა დაუყია დაუპატიშებია ყველა და რომ მივიდა გადარეულა გაბრიელი რა არისო ესო არ წვენეო და ეს კრებული დაუშლია უთხრა წადით ყველა სახში არ აღწვენია თუ რა არის ეს რასაკეთებდა და ძმანო და დანო
იბრძოდა დაუცხრომელად, რომ ეს საშინელი სცენი აღმოეფხვრა და აი მე მინდა ვთქვა ძმანო და დანო, რომ ერთი თრობაც კი ერთი, აი ისე ვთქვა, ერთი რა არის ჩვენ ამ სცენით შეპყრობილები ვართ ქართველები. ერთიც კი, აი რომ ვთქვა, რომ მამამ დალია ერთხელ დათვრა და ვთქვა ეს დაინახა სულ პატარა ბავშვმა 6 წლის. აი მეტი რო არ დამთვრალიყო მამას ხო ეს ბავშვს ეს შემდეგ რო გაიზრდება ეს ბავშვი 6 წლის ბავშვი აღიქვამს ამას და ეს დაღად დააჩნდება და ეს იქნება მწვანე შუქი ძმანო და დანო შვილისთვის რომ ისეც ბოროტებაში გადაეშვას და ისეც აი ლოთობაში და ნარკომანობაში გადაეშვას ძმანო და დანო. აღარაფერს ვამბობ, ერთი კი არა, რამდენჯერ ხდება ჩვენს ოჯახებში ძმანო და დანო, რომ მამები თვრებიან, ეს არის ძმანო და დანო, პირდაპირ დაღუპვა, როგორც თავის დაღუპვა ასე შვილების და მე ხმად მწამს ერთ-ერთი მიზეზი ჩვენი ამ ნარკომანობისა ის არის, რომ ჩვენი შვილები უყურებდნენ ჩვენ მამებს, როგორ იხჩობოდით ღვინოში და იმგენმა ადგნენ და ნახეს რომ ეგენი გალეშილები არიან, მოდი ჩვენ რაღაც მინდა ღვინო და იხმარეს ახალი ხერხი იხმარეს უფრო კაი გაგებით რომ აგერ აი ესეთი გზა აირჩიეს. ეს უთუოდ ესე იყო. ამიტომ ძმანო და დანო სიმთვრალე, რომელიც არის უდიდესი ცოდვა ძმანო და დანო და არ აქცევს ადამიანის ყურადღებას, ეს საშინელებაა და აი გაბრიელი გვაწევს მაგალითს, რომ უსასტიკესად ებრძოდა გაბრიელი აი ამ სენს ამ ცოდვას ძმანო და დანო. ძნელია და შეუძლებელი სიტყვით იმის გადმოცემა, რასაც გაბრიელის სახე ხმა და მისი თვალები, მისი მიმიკა წარმოადგენდა ძმანო და დანო. ნახევარი იმ გავლენისა, რაც მის ქადაგებებს ჰქონია მსმენელებზე, ამ სახის გამომეტყველებას, მის ხმას, მის თვალებს უნდა მივაწევთ. ხედავთ, გამომეტყველება, ხმა და თვალები. ხშირად სახე მეც გვეუბნება ვიდრე უმწვერვალესი ჭერმეტყველება ძმანო და დანო. ამიტომ აქვს დიდი მნიშვნელობა ცოცხალ ქადაგებას ძმანო და დანო. შეიძლება შენ ოქროპირის სიტყვა გქონდეს, მაგრამ ვერ წაიკითხო. აი ეს ცოცხლად უნდა მოიტანოს მდელმა ძმანო და დანო მრევლად, ცოცხლად. ეს მთელი გული და სული უნდა ჩააქცევოს ძმანო და დანო. და აი მე მახსენდება ჩემი გლობის პირველი დღეები, მეუფე ამბროსისთან გამამწესეს, ესე იგი რაჭაში და მე სულ პირველად რო ჩავედი, წავედით რომელიღაც სოფელში წესს ასაგებდა და მეუფე ამბროსი მეუნება. იქ წესს აგების დროს ქადაგებდა. როგორი ქადაგება მოგწონს მამა ალექსანდრეო და მე ახლა ვიფიქრე ეპისკოპოსია და არ მომწონდა ესეთი ქადაგება, მაგრამ ვიფიქრე ალბათ ამას მოეწონება რო თქვა წყნარი შვიდი ქადაგება, თორე მე მომწონდა უფრო სხვანაირი ქადაგება, მაგრამ ხო და თურმე რას წარმოვიდგენდი კაცო, ვისაც უნახია მეუფე ამბროსის ქადაგება. ესე იგი ქათამაძის მე უთხარი წყნარი მშვიდიო და გამიბრაზდა. როგორ შეიძლება მამაო შენ დელი ხარო, უნდა იქადაგო, უნდა წარსდგე ხალხის წინაშე, დელი და წყნარი ქადაგება. იცი როგორ უნდა იქადაგო? აი იმ გორაზეო მეუნება, აი იმ გორაზეო პატარა. იქიდან აი წარმოიდგინე იქ გახარ და რაც წაინდა ღონეკა დაიღრიალო. აი ესე უნდა იქადაგო. მე რას წარმოვიდგენდი თვითონ ზუსტად ასე ქადაგებდა ძმანო და დანო. სხვათა შორის ამ ომახიანი ხმის შვილი ამ კაცის შვილია ქათამაძე რო გაიმარჯვა იქ აიხლა. რა ქვია გოგოს სალომე ქათამაძე. აი ტყილად ხო მაინც არ ჩაივლის განწირული სულისკვეთება. და ძმანო და დანო, ესე იგი როცა მეუფე ამბროსის ქადაგება მოიშრე გადავიდე, თუმცა ეს პიროვნებაზეა დამოკიდებული, ზოგს წყნარი ქადაგება უხდება ნამდვილად. აი არის ერთი ახლა ჩვენი უწმინდესი რომ ესე რაღაც სასწაულად წყნარად ქადაგებს, ახლა წარმოუდგენელია პატრიარქისგან რაღაც სხვანაირი ქადაგება. ზოგს ესე უხდება, ზოგს ისე უხდება, პიროვნებებზეა დამოკიდებული. ერთი რუსი ეპისკოპოსი ამერიკიდან რუსულ არხზეა ქადაგებს ისე წყნარად შვიდად რაღაც არაჩვეულებრივად ქადაგებს ძმანო და დანო. ზოგს ომახიანი ქადაგება უხდება, მაგალითად ჩემს სტიხაროსნობის დროს მაშინ ჩემპიონი ასე ვთქვათ მდელი ქადაგებაში იყო მამა არჩილ მინდიაშვილი დეკანოზი, ნუ სასწაული იყო.
ნუ ეხა ჩემპიონი ცოტა სხვა არის მამა თევდორე მაგრამ თეოდორე გაგნიძე გიგნაძე თეოდორე გიგნაძე სხვა სტილი აქვს არაჩვეულებრივი სტილია ნუ ტიპი ადამიანის ტიპზეა დამოკიდებული შინაგან განწყობაზე როგორი ადამიანი ყველა ერთად ხო არ იქნება მამა არჩილი საოცარი იყო ძმანო და დანო ისე ომახიანი ენერგიული რაღაც საოცარი თან განათლებული რაღაც არაჩვეულებრივი ძალიან გვიყვარდა მამა არჩილის ქადაგებების მოსმენა და ძმანო და დანო აი აღწევს მელიტონი რომ ნახევარი რაც მას ქადაგებას გაბრიელ ლეპისკოვი ეს იყო მისი თვალები მისი სახე სამწუხაროდ მაშინ არ იყო ვიდეო რომ შემონახული იყო ძმანო და დანო ეს ამ სასწაული ეპისკოპოსის ქადაგებებს წარმოდგენილი მაქვს რა ვიცი ალბათ მეუფეამროსნაირად თუ არა რაღაც ანუ აი იქ ვერ დადგებოდა ის ამბიონს ესე უბრალოდ ვერ ითხოვდა სასწაული პიროვნება იყო გაბრიელ ეპისკოპოსი და აი ეხლა რომ სიტყვა არ გაგვიგრძელდეს მოდი დასასრულისკენ წავიყვანოთ ძმანო და დანო ჩვენი ქადაგება თუმცა ჯერ ერთი რამ უნდა ვთქვათ საუცხოო და თვალის წარტაცია ნაქერალაზე მგზავრობა ვისაც რაძაში გიმგზავრია ცივი მთისიო ხარისთვალას გულჩათხრობილი ღურღული შაორის მოლაპლაპე პირი და ცქვიტი გალაღებული კალმახები ნაქერალას სოჭი ფიჭვი და ნაძვი ატყვევებს ყოველი სულიერის გულს და აგრძნობინებს შემოქმედის სიბრძნე ძლიერებას გამოუარა გვერდი ჩვენმა ავადმყოფმა უკვე 75 წლის იყო და რაჭაში ასვენებდნენ და მოდიოდნენ რაჭიდან დიდებულ ნიკორწმინდას ერთი სევდიანად გადახედა მის მაღალ გუმბათს ჩინებულ ჩუქურთმას შევიდა ნაქერალას უღნარ ფიჭვნარში და მსუბუქად ამოისუნთქა ასეთი ბუნება მტარსაც კი შეძრავს ოდნავ მაინც ააყოლ ჩამოაყოლა ჭკვიანი თვალები მგზავრმა თვალუწვდენელ ხეებს და ჩაფიქრდა გაიტაცა ოცნებამ გაუწყვიტა ხსოვნის ზაფი და ვეღარ გაარჩია სად იყო უკვე ცუდად იყო შეიკითხა თავის მარკოს მღვდელს რომელიც ხშირად დაყვებოდა მას მარკოს ვერ ჩავედით ბორჯომში ყველას თავზარი დაეცა ასეთი ეს წუთი სოფელი იმედი უიმედობას ებრძვის სიცოცხლეს სიკვდილს კეთილი ბოლოს ძმანო და დანო სანამ გადავიდოდეთ იმ ბოლო მომენტზე როგორ გარდაიცვალა გაბრიელ ეპისკოპოსი მე მინდა დეკანოს ერმალო კანდელაკის სიტყვა წარმოვთქვა ესე იგი მან უკვე გარდაცვალებულს წაუკითხე ეს სიტყვა და რა მაგონდება იცი მე ძალიან მიყვარდა მხატვრები მათი ნაშრომების თვალიერება და მათი ცხოვრების კითხვა ტულუზ ლოტრეკი ერთი გენიოსი მხატვარი იყო და ტულუზ ლოტრეკი ძალიან დიდრი შვილი იყო და სამწუხაროდ ფეხები ბავშვობაში ისე დაემართა რომ ფეხები აღარ გაეზარდა და ლილიპუტი იყო რა ასე თქვა ტანი გაეზარდა ფეხები პატარა დარჩა და მამამისი ყველაფერს აკეთებდა მისი ბედნიერებისთვის მას უყვარდა ხატვა მაგრამ ისე ხატავდა ეხლა რომ მამამისი ეგონა რომ მისი ნახატები იყოს სისულელი რაღაცა ნაჯღაბი და ეცინებოდა და ტულუზ ლოტრეკი ყოველთვის ეუბნებოდა მამა ნახე როგორ ხატვა მამა ნახე როგორ აი დიდ მნიშვნელობას იგრძნობდა იცოდა რა ნახატებს რა შედევრებს ქმნიდა და მამას ეცინებოდა და აი ტულუზ ლოტრეკი კვდება და ამ დროს მამას მოუტანენ ცნობას რომ შენი შვილის ტულუზ ლოტრეკის სურათები გამოეფინა ლუვრში ეს იყო უდიდესი წარმატება მხატვრის გაგიჟდა მამამის მიხვდა რომ მართლაც დიდი მხატვარი იყო და მიუსწრო სიკვდილის სარეცერთან და შვილს წაუკითხა ეს ცნობა შვილო ნახეო რა წაგიკითხო შენი ნახატები გამოეფინა ლუვრშიო და ესე რაღაც მსგავსი ოღონ სიკვდილზე გვამთან წაიკითხა ძმანო და დანო ერმალო კანდელაკმა დეკანოსმა წარმოთქვა ეს სიტყვა ძმანო და დანო და მიახარა მიცვალებულს რადგან გაბრიელ ეპისკოპოსი რა შედარება ახლა ტულუზ ლოტრეკი როგორ შევადაროთ მაგრამ მე რას ვამბობ ის იმას ტილოები ქონდა ხო გენიალური ნახატები ამ დიდებულ ჩვენ ეპისკოპოსს ქონდა გენიალური ქადაგებები ძმანო და დანო რომელიც ღირსი იყო მოფენოდა თემ სოფლიოს და ნახეთ ერმალო რა სიტყვა თქვა ნაწყეთს კითხო ბევრი არიან აწყო დროში ქადაგებელნი
მაგრამ ზოგიერთი სწავლა-მოძღვრებანი არიან შეუსაბამო ერის რელიგიურ და ზნეობრივ ტოლვილებათა. გაბრიელ ეპისკოპოსის ქადაგებანი წარმოთქმული სოფლით სოფლად კიდით კიდემდე სრულიად ხიბლავდნენ კაცის გულს, ატკბობდნენ ყურთ სმენას და წდებოდნენ გულის სიღრმეში, ვის არ გამოუცდია თავის თავზე გავლენა მისი ცხოველი სიტყვისა. როდესაც ის დაიწყებდა ქადაგებას, სახე მისი იყო გამომეტყველი მაღალი ზნეობის, უღრმესი სარწმუნოებისა, გულცივ კაცსაც აუგზნებდა გულში ნაპერწკალს ღვთის სასვებისა და შიშისა. ერთი სიტყვით, სახე მისი იყო გამომხატველი, რომ ის იყო ჭეშმარიტი მოადგილე ზეციურ წყემსთავრის იესო ქრისტეს. განსვენებული სწავლა-მოძღვრებამ მოფინა შუქი თითქმის ევროპის მთელ ქვეყნებში ინგლისის მწერალთა უკვე გადათარგმნეს თავიანთ ენას. ის რომ მთელ რუსეთის იმპერიაში სახელმძღვანელოდ იყო მისი წიგნი, ეს ხო გახსოვთ. გარდა ამისა, მისი ქადაგებების სლავურ ენაზე, გერმანულზე ნაწყვეტ ითარგმნებოდა და აი ახლა ინგლისელ მწერლებმაო გადაწყვიტესო და უკვე თარგმნეს ინგლისურად მთელი მისი შემოქმედებაო. სამწუხაროდ მერე დაიწყო პირველი მსოფლიო ომი, მერე დაიწყო კომუნისტების შემოსვლა, აკრძალეს წიგნი, მერე მეორე მსოფლიო ომი და ვიღაცა ეცალა ამ ქადაგებისთვის სამწუხაროდ ზმანო და დანო, თორემ დღეს ევროპას ეცოდინებოდა ვინ იყო გაბრიელ ეპისკოპოსი. თუმცა ეხა ისეთი დროა, რომ კვლავ მოტრიალდა ხალხი სულიერებისკენ და არ არის გამორიცხული, რომ ვიღაცამ იქ ევროპაში კვლავ გააცოცხლოს და გამოცეს გაბრიელის სასწაული ქადაგებები. ისევ კელინჯერ მელიტონს მიუბრუნდეთ, ის პირწავარდნილი მოციქულია, ნახეთ როგორ აფასებს. მისი ახლო მემკვიდრე, რით არ გავს იგი ტიმოთეს, ტიტეს, ეგნატეს, პოლიკარპეს, კიპრიანეს, კიდევ ერთხელ გადაჭრით ვამბობ, რომ ეს არის 8 წლი მოციქულებრივი, რომლის მსგავსი ისტორია თანამედროვე ქრისტიანობისა მისი ერარქის ვერ წარმოგვიყენებს, ვგონებ ვერცერთს ჩვენ ნება გვაქვს ვიამაყოთ ამ დიდი გვამით. უშინაარსო, უფერული და უსიცოცხლო გახუნებულმა მე-19 საუკუნის ცხოვრებამ ეს მაინც შეძლო, რომ ერთი დიდი კაცი დაგვაჯილდოვა და შეგვამკო ნეტავ მიემატება მას მეორე. ჩემი აზრით მიემატა, ალბათ მიხვდით ვინ. მისი ხო ზმანო და დანო ეხა დავასრულოთ, თორე ძალიან გაგვიქცეთ. როგორ გარდაიცვალა გაბრიელ ეპისკოპოსი? 1896 წელს სიკვდილის სარეცელზე ერთი კვირის უსმელი, ცნობა დაკარგული და მოქვითინე ჭირისუფალთაგან გარეშ შემორტყმული ტივილზე უცებ თვალებს სახელს გიჟურა. გასოთ მამა ირაკლი რო გარდაიცვალა. თითქმის გარდაცვლილი უცებ რო გააღო თვალები. რაღაც ალბათ მსგავსა. გიჟურა და დაინახავს მოქვითინე, მოღრიალე თავისსავე გაზრდილ ძმისსულ გიორგის და ეკითხება მას, ვინ ხარ შენ? შენი გაზრდილი გიორგი, ჩემო დიდო ბატონო, უპასუხებს შეშინებული ყმაწვილი. ხალხი გაოცებული აქვს სანახაობად და რას ეუბნება გაბრიელის შეხედვით? ჩემი ცოლშვილი სად არის, იცი? ხალხში ქვითინია, შეშინდა ყველა. 60-შეია ბატონო, 60-ში მიუგო გიორგი. 60-შეია, კარგია, კარგი. რა კეთილი კაცი ყოფილხარ შენ. ამ სიტყვებზე დახუჭა თვალები და საუკუნომდაც. ეს 40 წლის შემდეგ მოხდა, ცოლშვილი რო გარდაეცვალა იმის შემდეგ. ვერც მდელმთავრობა, ვერც უმანკო ცხოვრება, ვერც წიგნის კითხვა, ვერც უსომო შრომა, ვერც ვერაფერმა ვერ ამოფხიკა მისი სულიდან ცოლშვილის სიყვარული. და მაშინაც კი იხსენებს გააფრთებული სიყვარულით, როცა ყველაფერი დავიწყებული აქვს ყოველ ადამიანს. გიორგი მოწყდა ადგილს, სამრეკლოსკენ გაიქცა და დაიწყო დიდი ზარების რეკვა. მალე ყველა ზარი აგუგუნდა ქუთაისში, საქართველო თავის ოქროპირს ეთხოვებოდა. ლოცვითა დიდი მღვდელმთავარი იოანე ოქროპირის დღეს ყოველთა წმინდათა ლოცვითა
დიდი მღვდელმთავრის გაბრიელისათა და ყოველთა წმინდათა შეგვიწყალოს და გვაცხოვროს ჩვენ. ამინ. ერთი რამ გამოვჩა. გამოვჩა ერთი რამ. სადაც შემოვიდა. გამოვჩა ერთი მნიშვნელოვანი რამ, მნიშვნელოვანი, აბა რა. გუში ძმანო და დანო მოუნათლე აქ ერთი კაცი, ამერიკელი და ვერ დაიჯერებ თვი. NDI-ის დირექტორი ლუის ნავარო. მოუნათლე და დავარქვი დავითი. ეხლა რა არის მნიშვნელოვანი, რატომ მინდოდა ეს მეთქვა? რატომ მინდოდა მეთქვა? ბატონ ლუის დავითს უკვე მეუთხარი, რატომ გინდა მართლმადიდებლობა რომ მიიღო? მან მითხრა ესეთი რამ, იცოდეს ეს ემიგრანტები, იციან, მაინც კიდე კარგად იცოდნენ. ემიგრანტებმა იცოდნენ და ყველა ლუის ნავარომ მითხრა, მეო სოფლიო მაქვს მოვლილიო, ასეთი სიყვარული არსად არ მინახია, როგორიც საქართველოშია. და სულ ფიქრობდიო, ხო, მეორეო, მეო პერუდან ვარ წარმოშობილი და ძალიან გავს ის ჩემი სამშობლო, თქვენ სამშობლოსო და მესამეო უბრალოდ ეს ამ ორს ეფუძნება, დასკვნა გამოვიტანეო. რატოა ეს ხალხი ასეთი კარგი? იმიტომ ალბათ იდეოლოგია რაც არის ამ ხალხისო, ის იქნება ალბათ ის იდეოლოგია ჭეშმარიტო და იმ იდეოლოგიით იკვებება ეს ხალხი და იმიტომაა კაიო. აქედან დავასვენი რომ მართლმადიდებლობა უნდა მიიღოს. ასე რომ აი კაცმა რა თქვა და ხო რაც თავარია რა თქვა კაცო მეო რო გარდავიცვლებიო დაბარებული მაქვს რომ საქართველოში დამასაფლავე. ძმანო და დანო და ემიგრანტები კიდე რას ფიქრობენ? მე მესმის ყველაფერი რა თქმა უნდა ეხა ზოგი მატერიალურ აბარა ეხა იქ კარგად არიან და აქ ხო ალბათ კათოლიკური ის ამ პროტესტა უფრო კათოლიკური ესპანური წარმოშობისაა თან შეიძლება ბასკური წარმოშობის და ძმანო და დანო მოკლედ აი ეს მინდოდა რომ ჩამერთო და აი რამე